ეს სპეცოპერაცია კი არ იყო, ეს იყო თავდასხმა. ოჯახის განადგურება, მეტი ამას არაფერი არ ერქვა. ერთი შვილი ხო ქუჩაში იქ მომიკლეს კართან. ჩემი მეუღლე დაჭერილი, მე სახლი ხო გადამიწვეს, ის შიგნით იყო ისე. ხო და ეს გოჩა და შმაგი კიდევ ესენი როგორც იქნა გამოვიდნენ, მაგრამ დაიჭირეს, დაჭერილი ყავდათ და გოჩას ამას უსინჯავდნენ, ის ხო იყო დანით, ის შტიკნოზით იყო დასერილი, განა ამას თოფი არ ქონდა მოხვედრილი გოჩას. ის იყო, დანით იყო დასერილი. და შმაგი გაშხლართეს იქ მიწაზე და იქ ისე შებორკეს და გაიყვანეს. მთლიანად დაცხრილეს სახლი, სადაც მე და ბავშვები ვიყავით. დამალული ზოგი ლოგინის ქვეშ ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ. ბავშვები სამკურნალო იყვნენ ყველა. ხო შეიძლებოდა ან დაგვნებდით, ან გესრით, ან რაღაცა პირდაპირ მოვიდნენ და დაგვიწყეს ზემოდან სროლა. თუ მაინც და მაინც ომეხიზე ქონდათ ლაპარაკი და ომეხი თუ ასეთი იყო დაეჭირათ, ხო? ხელფეხ შებორკილი ყავდათ. და რატო არ წაიყვანეს და რატო არ დაიჭირეს? რა მოსაკლავი რატო იყო? მე მოკლა რა არის? ჯერ ის ბეჭედი ქონდა ის ვერ აძრობდნენ, დანით წააჭრეს თითი. ფეხი დააბიჯეს, მკერდზე და ისე ამოგლიჯეს ის ზეწყვი. ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები. ეს გააკეთა საკაჟვილმა და იმან ვარამიძემ. და მერე კიდევ იქ ჩემ კარზე ქალებს კუბდარებს თხოვდნენ თურმე. ამათ ჩემი ცოდვა ეყოფათ მარტო. მკვდარი იყო, საწყალი ომეხი და როგორ არ იქნებოდა შუაზე გადაჭრილი იყო და ის ბოლოს მაინც ამაში რა ქვია იმან. საკონტროლო ესროლეს. რა თუნდოდა ის? ცილიუს მიაბეს ერთმანეთს მკვდარი. ისე დამიტოვეს ის.